ფართო სპექტრს თავაზობს კანონი მეუღლეებს და საქორწინო ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის მომავალ მეუღლეებსაც, მათ რა თქმა უნდა შესაძლებლობა აქვს რომ განსაზღვრონ ყველა მათთვის არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მათი ურთიერთობის განმავლობაში მათთვის მეტი თანამშრომლობის და კომფორტის შემქმნელია. ასევე ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომელიც განმარტავს, რომ საქორწინო ხელშეკრულება ეს არის გარიგება, რომელიც მხარეებს, ამ შემთხვევაში მეუღლეებს, შესაძლებლობას აძლევს, რომ ჩამოაყალიბონ მათთვის მისაღები, სასურველი, მატერიალური და მორალური ვალდებულებები, როგორც ერთმანეთის, ასევე შვილების მიმართ, ასევე შეთანხმდნენ მათთვის ხელსაყრელ პირობებზე, რომელიც იმოქმედებს და რომელიც აისახება როგორც მათი ქორწინების პერიოდში ურთიერთობაზე, ასევე განქორწინების შემდგომ დავისარსებობის პირობებში და სხვა ნებისმიერი საკითხი მოაწესრიგონ საქორწინო ხელშეკრულებით. ხელშეკრულება შედოება ზოგადად დიდი ინტერესით და აქტიურობით არ გამოირჩევა ამ ინსტიტუტის მიმართ, თუმცა მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ტენდენცია მაინც მზარდია. შესაძლებელია ამ ინსტიტუტის ნაკლებ პოპულარულობა გამოწვეული არის იმითაც, რომ ხშირ შემთხვევაში საქორწინო ხელშეკრულება ასოცირდება ხოლმე მეუღლეთა განქორწინების სავარაუდო დაშვებასთან. თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის, რომ საქორწინო ხელშეკრულება არ არის მხოლოდ ამ რისკების დაზღვევის უზრუნველყოფის ინსტიტუტი, ის ძალიან ბევრ ბენეფიტს მოიცავს, მათ შორის იმ